ბავშვებთან გვაქვს ჩელენჯი. ხო. იმაზე იცი იარაღს ამაგრებენ და ადის და ისე ისე. ხო. ტექნობლეიდი გამოვიდა ერთ მომენტში. ოფში არის. გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა მეგობრებო. მე ოტო ვარ, ეს ნიკოა და არხის Space 4-დან. იყო არხის Space 4-დან. მოკლედ დღეს გვექნება ჩვენი არხის პირველი ვლოგი. აზზე ავართ ვლოგის გადაღების. ვლოგი გვაქვს იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვაქვს გადასაღები სივრცე. სამწუხაროდ და რა პირობებში გვიწევს ნახეთ სიარული მეგობრებო. ეხლა სტეპის უკანა ეზოში ვიყოფებით, აქედან მივდივართ სითიმოლში. IT აკადემია სტეპის. IT აკადემია სტეპის. და ნახოს აირა, ეხით გადავულოცებ და იქ დაგვხვდებათ ვიდეოში ნახოთ უბრალოდ ავიასთან ერთად გრანდიოზული ღონისძიება მეგობრებო. რასთან დაკავშირებით ლაიქს სანამ უყურებთ ჯერ დაალაიქეთ. დღეს არავის ჩავეჭრებით და იქნება უმაგრესი გადაცემა. აი სამწუხაროდ კავიას და სტეპის ძაღლი არა არ დაგვახტე ძაღლები არა ბიჭო კაი არ შეხედა და ვით გადავჩით შუქნიშნამდე მოვირბინეთ მეგობრებო აქ ხალხია და აღარ მოდიან რა 4 ძაღლი გამოგვეკიდა არც ერთი არ გამოკიდებია რატო არ გამოგვეკიდა იდგნენ რა არ იდგნენ გრო გადავიდეთ წითელი მოვიდით მოლში ვარ და მეგობრებო ვისაც გეგონათ რომ ტექნოლოგიებზე ვისაუბრებდით იშოპინგეთ ჩვენთან ერთად არის ვლოგი ჩაიცვი ჩვენთან ერთად ხო გქონდა უკვე ნიკო ვახტი მეგობრებო მოვიდით გასართობად და რავი აი ეს არის ჩვენება ეს არის Minecraft-ი მაგრამ Solid 3 არის 10-დან 3 მოიცა ნახოთ ფაილ ჩვენი სტეპის სტენდი სტეპის სტენდი ვა როგორ ხართ მოკლედ მეგობრებო აქ არის უკვე სეპერი დიზაინერების ბოდიში მეგობრებო აქ სხვა დიალოგი მიმდინარეობს საერთოდ ნიკო რაღაც ლაპარაკობს და მე მესმის და თქვენ გესმის უზრდელი ვარ და მაგით აქ იქნება VR-ი ეს მაგარი selfie-ის არის სტენდი არ მაქვს ეს კეთოა ის ჭუბა ჩვენი მეგობრები ეს მიკა და ეს ბავშვები რომლებიც Minecraft-ს თამაშობენ თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ და ითამაშოთ Minecraft-ი უფასოდ რავი რამდენიც გინდათ ან შეგიძლიათ მეგობრებო მოხვიდეთ და უბრალოდ მოხვიდეთ არაფერი არ აკეთოთ ჩვენს დავით რას მეგობრებო ფილმი მოგეწონა? ფილმი იყო 10-დან 3 შენი აზრით ნიკა TMG-ს მოეწონება? ალბათ არა უფრო რა შეგეძლო? და მეგობრებო თქვენს დაგასპოილერად ქეთომ დღეს ჩვენს ვლოგში იქნება ნიკა TMG სულ შემთხვევით და ჰიტა მუდმივად ჩვენს არხზეა მეგობრებო ნიკო რას აკეთებ? ჩელენჯია ძალიან მაგარი რა Redstone კარი უნდა გავაკეთო თუ გინდა გაჩელენჯი ჩემო თავ ბავშვობის must have skill-ი იყო ამის აშენება ვინც ვერ აშენებდა მოკლედ გარეთ ვერ გადიოდა რა აი მეგობრებო მოკლედ გვაქვს Minecraft-ის ჩელენჯი და ჩვენი მონაწილე არის ბატონი მიკაელი და ბატონო მიკაელ თუ შეგიძლიათ გითხრათ რა გააკეთეთ ან რა გააფუჭეთ მოკლედ ჩვენ გვაქვს გენიალური კონსტრუქცია. მთელი მუღამი ის არის რომ ჩვენ გავაშენეთ აი ესეთი რა ქვია მას? ამერიკანსკი გორგი. ამერიკანსკი გორგი, который потом пойдёт и потом კარგი. там пойдёт. ისეთ და საინტერესო დეტალს აღნიშნავ მოკლედ აქ არის მთელი აი ესეთი საინტერესო ადის მოკლედ მთლიანად თაზე და ამის შემდეგ არის ყველაზე მთავარი მომენტი. ერთად განმახორციელებთ და განვიცდით ამ ემოციებს ახლა ჩვენ. დავდექით წავიდა. აი ახლა წავიდა თქვენ გონიათ ძირს ვარდებით, მაგრამ ნახეთ ოპა! რა ტაიმინგი მეგობრებო? ოპა! და ამის შემდეგ შოკიდან გამოვდივართ მეგობრებო. მიღებული და შოკიდან და თან აქ გაავთრო ცოტა ავჩქარდეთ, წავიდა და კარგად იყავით. და თქვენ გადმოგეცემათ აუცილებლად პრემიუმ გამომწერი სტატუსი. ძალიან დიდი მადლობა, ვაფასებ. თუ შეგიძლიათ რომ ბარემ ძალიან დიდი მადლობა. აკადემია სტეპის საჩუქარი და მე რო ლაპარაკობ და მიკას უშვერ მიკროფონს, ნამდვილი პროფესიონალი იუთუბერი ვარ მეგობრებო. ძალიან მიხარია რომ სტეპი აფასებს Minecraft-ში მშენებლობებს აი ასე ამგვარად ასე საჩუქრებით და გამოიწერეთ Space 4-დან 0-ის და სტეპის გვერდი ხო? Facebook გვერდი.
შეგიძლია შენც მოხვიდე ყავიას, არა, ისე შეგიძლია მოხვიდე. და 20-საც მოვიდნენ, რავი, მეც 20-ს. შენო მიტასავით რამე საინტერესო ჩვენს მაგრამ ამას რო დავდებ შეიძლება ვეღარ მოვიდნენ. რატო? თუ კიდე იქნება. კიდე იქ. ამის მერე მოხვიდეთ შენოთ და მიიღოთ საჩუქრების სტეპისგან ეს ყველაფერი IT აკადემიას სტეპისა და ყავიას ბენგერ ღონისძიებაზე. კოლაბორაციაზე. კოლაბი. კოლაბი დააგდეთ ბიჭო. მოდით აუცილებლად რა. გამარჯობა ბავშვო. მოგიწევს. რასა შენებ? მიკროფონია. რა? რასა შენებ? შახს. სახს. შენ? მეც შახს ვაშენებ. რომოს უფრო მაგარი გამოგდით. გონი ამას. მოდი ამას. მაგრამ ხება შენ სახით. აბა შენ სახით. ეს არის? ჯეჯერამდე ეს შუშები ჩავდე. შენ სახლი? რა, ჩემ სახლი რა. ოჯა? რამდენ ხანში უნდა აშენოთ? 5. როგორ? 5. 5 წუთში? 5 წუთში. აშენებთ? დიდი ალბათობით. კაი. რას აკეთებ? არაფერს. არაფერს? უბრალოდ სათვალეა? ხო. მინუსი გაქვს თუ პლუსი? არც ერთ. აბა რატო გიკეთია? რა? რატო გიკეთია? თამაშობ. რას თამაშობ? Minecraft. რას? Minecraft. Minecraft-ი რო ვიარზე არა. ვაძია შეგორეო ბლოგს მე და ნიკო. და შეგიძლიათ იქით გაიხედოთ. ეპიზოდში ვეღარ ვართ. ხო. მისახატებ სტუდენტების ასომები არის ყველა. კი ყველას ნუ. მეგობრებო, არ გადიან არც ერთი. ანუ აქ დაშინელი სიტუაცია. ანუ ყველგების ეპიცენტრში ჩვენ ვართ როგორც ვიხდით. სტეპის ნამდვილი იუთუბერი. პოსტერებს უყურებენ. უბრალოდ ცოტა დავიღალეთ და ნიკას თვალებს რო ჩაგვერაცოს და მეგობრებო, წეგან ავტოსთან ბავშვი მივიდა და ავტოს ეგონა რომ ჩემთან ფოტო უნდაო და ტელეფონი მიაჩეჩა გადამიღეო. გადაუღერა უკვე და მოკლედ ჩვენი პირველი ვლოგი არის ყველაზე ძლიერი. პირველი ვლოგი სადაც ჩვენი ვლოგი არ არის მეგობრებო. მე მგონია რომ და მე მე მაინც ვფიქრობ რომ რამე ეს ბევრად უკეთესია. ეს ზაღლი. ხო. მეც მაგას გემოვნები ხან შენ მაინც ის გიჩვენე ყოველთვის. და ის ბევრად კარგია ვიზუალურად. ფეხში რომ მოხდეს. კილები ვართ. მოვიდა ხალხი, ვლოგი უნდა გადაგვიღო. მეთქი რაღაცა კოლაბორაციას გავაკეთებთ თქო და აბა სად არიან? ბიჭო ბავშვებმა შეჭამეს. მომის დაეხუნენ. ვეღარ ძაღლებს ვატარებთ ნიკო და დიახ. ნიკაზის კომპიუტერთან და ეს ძალიან სახიფათოა. რო აუხსნა რა როგორ Minecraft-ი როგორ ითამაშეს? ისე თამაში არ იცის მგონი. პრობლემა ხო არ არის? არა, მაშინ თქვენს დაგვდეთ რა. გამარჯობა. სამასო. რამდენად ხშირად უყურებთ Space 4-დანოს? Space 4-დანოს? არ მოგატყუოთ თუ მოგატყუოთ. არ მოგატყუოთ. მსმენია, მაგრამ ეს ხშირად არა, შემხედრია. Minecraft-ის თამაში ხო არ გინდა? თამაშობ. ბავშვებთან გვაქვს ჩელენჯი. მოუგებ 3 წუთში? სახლი უნდა ავაწყოთ. როგორია თქვენი აზრით რომელი Minecraft-ის არის? ძალიან კი თამაშია, მაგრამ სამყაროც ავაგებ ჩემ ჯერაშიც. დიახ. მოდი. მოიცე გავაზრე. წუთი. თიწამი.
9 8 აუ რამხელა ის 5 საგულში მატკირო რომლის კი ხარ ბავშვო არა 5 წამი დაგჭათ შენ რა მოგატყოთ ქვია მე ნიკა. კაი კაი მორჩა ხელები კე თუ აწვით 5 ჯოსკე წამე ოიცე შევაფასო აქ შედიხარ აუ არა მაგარი წავა. რაღაცა ციგნები, აქითაც ციგნები და გარედანაც ვიზუალი ისეთი აქვს. აი, სახს გავს. ჩემი აზრით უსახურავო სახლი უფრო ორიგინალურია და წააგი რა ნიკა TMG დაამარცხდა მეგობრებო Minecraft-ში. მოკლედ ახლა ვასწავლი ნიკას როგორ მართოს ზაღლი და ასევე შევაფასე ნიკა TMG Minecraft-ში. ცოტა ის არის, რა ქვია. უაზრობა მე რო ვაფასებ ნიკას Minecraft-ში, მაგრამ ესე მოიტანა ცხოვრებამ და აღმოჩნდა რომ არ ცოდნია. კაი, ამას ამოვჭრი არ. ჰიტა შეიძლება ორი კითხვა დაგისვა? ბალერინა. გზნობ თუ არა თავს Space 4-დან 0 არხის წევრად იმდენჯერ იყავი უკვე. ბოლომდე ჯერ ვერა. ბოლომდე ვერა. ერთ ვიდეოშიც მოგიწვეთ მაშინ. მერჩი მარტო შენ რო იყო. ეგეთი ვიდეო გინდა? ჯუმბერინო, განგსტერინო თუ კაპუჩინო ბალერინა. ასასინო. სახელი არ მახსოვს. კაი, ძაღლზე რა კომენტარს გააკეთებდი? ძალიან გასართობია. მე ნახევარი საათია უკვე ესე ვერთობი და ანუ ეს უფრო პეტს გავს ვიზუალურად. ეგ სახლის არის. და ის უფრო რაღაც NASA-ს საექსპედიციო რაღაცას გავს თითქოს და თან ხარტია. ის უფრო სწრაფია და მძიმე. იმაზე იცი იარაღს ამაგრებენ და ადის და ისე ისე. ახლა L1 რომელს იყოლიებდი? L2-ია? L2 ვაიმე გარა. ეხა გამოყინა. რომელს ვიყოლიებდი და იმას. დიდს. L2-ია. მოგყიდოთ. რომელს? 3-ში წაიყვან. 3000 ლარი? დოლარი. 2600 დოლარი ვიყიდე ხონდა Civic. ალაგებ. ჩარტი. ალაგებ. დიკო მიდი გადავიღოთ როგორ ვალაგებთ და ვითომ მოკლედ მეგობრებო, ეს დადგმულია უბრალოდ. ამდენი ხანი ხელში ჭერა არ არის საჭირო, ამისი რომ ჩავალაგოთ. მოკლედ სულ ეს იყო დღევანდელი Unity გამოსვლა. ჩავალაგდებით ახლა და წავალთ იქ, სადაც ცოტა ხანში იხილავთ. გადავალ სტეპში დავტოვეთ ამას და მე საინტერესო ადგილას გადავიმეს. და თუ გაინტერესებთ როგორ ვალაგებთ, არ განახით. ეს ხელში რო ავიღე ხა რომ გამომართვათ არ გინდათ? რა მოატოვა იგე ოფშტანდი. რავი, აი, არაფერს მოშია რა. რა, აი შეხედე. ჩემი ყოლა. იცით რა არის თავარი მეგობრებო? თავარი ის კი არ არის რამდენი გამომწერი ყავს. არა. არა არის. და ნახვევიც რა თქმა უნდა. ჩემი ტელეფონი ამიტომ უყურეთ და ლაიქეთ და თან გადავყევით. მოკლედ ამ მომენტში უკვე იმიტომ მოვაგდებით რომ Nick TMG, ირაკლი და ჰიტა შევიდნენ Minecraft-ის ფილმის აყურებლად. აი Minecraft-ის ძალიან. და როცა გამოვლენ უკვე თვითონ დავიძრევით მერე პატარა ვიდეო ჩავწერთ და პატარა ინტერვიუს ნახავთ მოკლედ ფილმთან დაკავშირებით და აუცილებლად უყურეთ ყველა. ვისაც Minecraft-ი გიყვართ. მაგარი ფილმი იყო რა. ნოსტალგიური ვაფშე არ იყო, просто მაგარი იყო. Technoblade იცით? Technoblade ვინ იცით? კომენტარებში დააკომენტარეთ. Technoblade გამოვიდა ერთ მომენტში, გოჭირო გამოვიდა, გვინით ნახე? ეგ იყო Minecraft-ის მოთამაშე, რომელსაც კიბო ქონა და მოკვდა და ლეგენდა გახდა მაგის მე, ხო? ხო, ეგ იყო ეხა ფილმში, გოჭირო შემოვიდა გვირგვინით. არის ძალიან კაი იყო რა. რენსი რო იყო? Frodo. კრისტალს რომ მიაწვდის. Frodo-ს ვარი მიგაქვს. იმიტომ რომ ეგ უნივერსი ამას ჩაგრავს რა. ეგ არის, ჯამში გაასწორა. მაგრამ ეგ კაია რა, მოთამაშეების. ანუ შენთვის არის ნოსტალგიური? ვაფშე არ. ვაფშე არის ნოსტალგიური. რამდენი წლის ხარ? 12. რა დროს ბავშვის ნოსტალგიაა? როგორ მოგეწონა? ნუ, ეთი 10-დან 8 იქ. ვა, ჩემთვის 6-ია მეგობრებო და საერთოდ არ წახვიდეთ. ძალიან ასასვენოსხობა არის. და უყურეთ და თქვენ გააწყდეთ და წერეთ კომენტარებში აი მარიო სოლოზე აიღებს ამ ფილმს რა. შემდეგი ნაწილის გადაღება
მოკლედ სადაც მივედით, ოდაკვირით, მაგრამ დროს მივოდი. მივედით რა და რა მოხდა იცით? კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ყველას ალბათ არ ნახავთ ამ ვიდეოს, მაგრამ თუ ნახავთ აქედან ზგებოდიშებით 40 წუთით დავაგვიანეთ მოკლედ რა. ესე მოუწია, იმიტომ რომ რაღაც აი ამ ვლოგის გამო მოკლედ შევწირეთ მთელი დრო რა. და მოკლედ ბოდიში კიდევ ერთხელ ეგ კადრები ვერ დაგაწიეთ. ფულ რუმში ვიყავით მაფიის სათამაშოდ ჯითოჯისთან. და ძალიან კარგი. ნუ კადრებზე რავი, სხვა დროს მივალს და სხვა დროს კიდევ გადავიღებთ. შემდეგ ვლოგში აუცილებლად ჩავსვათ ხო, მაგრამ კადრებს. თუ ყურება გინდათ, დევს მაგის ვლოგები და შეგიძლიათ უყუროთ. ჩვენთან ერთად არა, ოღონდ რა თქმა უნდა. რავი, სპეისელებს დავამშვიდობოთ და ეგა. ხო, ვლოგები თუ მოგწონთ მეგობრებო, აუცილებლად დაგვიწერეთ და ძალიან ხშირად და ძალიან ბევრს გადავიღებთ ხოლმე. ან ძალიან ბევრს და არა ხშირად. რა ჩავამატოთ ან არ მოგიწონათ ან რა მოგეწყოთ ამ ბლოგში ეგეც დაგვიწერეთ, იმიტომ რომ ჩვენი პირველი იყოთ და იყო და ხო რა. ჩვენი აზრით კარგი გამოდის. და ბენგერია. ნუ რო არ დაგვიწყებოდა რომ ფულ რუმში უნდა გადაგვიღო. არა, არ დაგვაუწყდა საერთოდ უბრალოდ ხო რო დავაგვიანეთ 30 წამში შუა თამაში შევარდით ხო და- არ გადავიღებდით და ხო მოკლედ რა. გამოსვლა შეგვიძლია გადაგვიღო, მაგრამ დავაწყებთ.